ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მოთხოვნით, ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა მაწანწალად ძაღლებისაგან ქალაქის გაწმენდის პროგრამაში აჩერა. სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ არსებული ცხოველთა თავშესაფრები ქუჩიდან მიყვანილი ცხოველების ნახევარსაც ვერ იტევს. რეალურად პრობლემა არის ისეთი, რომ არ არის საკმარისი ძაღლების თავშესაფარი, ცხოველთა თავშესაფარი. ამიტომ თუ კი რაღაც გაკეთდება ამ ხრივ და ჩვენც ესეთი მძიმე ტვირთი მოგშორდება, ძალიან მივესალმებით და მოხარულები ვიქნებით. ვეტერინარი გიორგი კალანდაძე ცხოველთა თავშესაფრის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სრულყოფილი თავშესაფარი მაწანწალად ძაღლების პრობლემის მოგვარების ერთადერთი ცივილური გზაა. ჩვენ შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ჩავლეიშვილს და ის მზად არის, რომ ეს ქალაქში მაწანწალად ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე იმუშაოს და შევთავაზეთ, რომ გაიხსნათ სახელმწიფო თავშესაფარი. ძალიან კარგი იქნება, თუ სწრაფად მოხდება ამ თავშესაფრის აშენება, ჩაერთვება სპეციალისტები და ეს მაწანწალად ძაღლები, რომლებსაც დღეს ხოცავენ ქალაქში, დარენ უკონტროლონი, რაღაც კონტროლის ქვეშ მოვაქცევთ, შეიქმნება ბაზა და მოექცევა ეს ყველაფერი მეთვალყურეობის ქვეშ. გარემოს დაცვის კავკასიის ბიუროს საქართველოს ოფისის დირექტორი ვახტანგ ოქროპირიძე არსებული პრობლემის გადასაჭრად აჭარაში ცხოველთა თავშესაფრის გახსნას გეგმავს. თუმცა თავშესაფარი არა მარტო შინაური, არამედ გარეული ცხოველების დაცვაზეც იქნება ორიენტირებული. იგი ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს თხოვს მასთან ითანამშრომლონ. მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისათვის ავაშენოთ ერთი კონსოლიდირებული ვეტერინარული მომსახურების დაწესებულება და ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც მომსახურება არა მხოლოდ შინაურ ცხოველებს, არამედ გარეულ ცხოველებსაც. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში ვაწარმოებთ მოლაპარაკება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თანადაფინანსების პრინციპებთან დაკავშირებით. ღონისძიებას, რომელზეც მე ხავ საუბრობ, აფინანსებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ბათუმის მუნიციპალიტეტი და ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიის გამოყოფა გულო ფუტკარაძემ თხოვა. მერიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა აჭარის მთავრობას გადაეგზავნა. მთავრობის პრესამსახურის ცნობით კი ამ დროისთვის მათთან ცხოველთა თავშესაფრის შენებლობის შესახებ განცხადება არ შესულა.